და ახლა უნდა გადავცუროთ ოკეანე და უფრო შორს უნდა წავიდეთ და სად უნდა წავიდეთ ამას ნიკა გვეტყვის. ხო, კერი ბრედ შოუ, ქალი რომელმაც ეკრანიდან მოვიდა რეალურ ცხოვრებაში, გადმოიტანა და საკუთარი ჩაცმულობა თვით გამოხატვის ენად აქცია. მისმა გაბედულმა კომბინაციებმა ტუტუს ქვედაბოლომ ყოველდღიურ მაისურთან და ქუსლიანი ფეხსაცმელების სიყვარულმა სრულიად ახალი სტანდარტი შექმნა. მისი სტილი ხან ქაოსურია, ხან კაცრი და დახვეწილი, მაგრამ ყოველთვის გულწრფელი და ინდივიდუალური. როგორ იქცა ერთი პერსონაჟი მოდის ეპოქად, ნახავთ ლიზა ნოზაძის სიუჟეტში. ქალი, რომელმაც მოდის ისტორია სატელევიზიო ეკრანიდან რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანა. სარა ჯესიკა პარკერის პერსონაჟი, კერი ბრედ შოუ არა მხოლოდ გახმაურებული სერიალის სექსი დიდ ქალაქში მთავარი როლის შემსრულებელია, არამედ ნამდვილი სტილის რევოლუციონერიც. Ready for more? სერიალი მაყურებელმა პირველად 1998 წელს ნახა და ის მალევე ერთგვარ კულტურულ ფენომენად იქცა. წარმატების მთავარი საიდუმლო კი კერის გამორჩეული და გაბედული კოსტიუმები გახდა. სერიალისთვის შექმნილი თითოეული გამოსახულება ექსპერიმენტი იყო, ხშირად პროვოკაციული, თუმცა ყოველთვის ინდივიდუალური. მაღალი მოდის და ყოველდღიური ტანსაცმლის მოულოდნელი შერწყმა. დიზაინერს შეეძლო ტუტუს ქვედაბოლო უბრალო მაისურთან ისე შეეთავსებინა, რომ ის ელეგანტური და ყოველთვის დასამახსოვრებელი გამხდარიყო. Hello, lover. კერის სიყვარული ფეხსაცმლის მიმართ განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. სერიალში არაერთხელ ისმის ფრაზა, რომ დიზაინერისთვის ბრენდი მანოლო უბრალოდ ფეხსაცმელი არ არის. ეს არის ემოცია, დამოკიდებულება და თვითგამოხატვის ფორმა. კერის სტილი არასდროს ყოფილა მხოლოდ ტანსაცმლის დემონსტრირება. თავარი რაც მას ასე დასამახსოვრებელს ხდიდა, ეს სერიალის პერსონაჟის შინაგანი სამყაროს წარმოჩენა იყო. მისი ჩაცმულობა ხშირად გამოხატავდა მსახიობის ემოციურ მდგომარეობას, ქაოსურ ურთიერთობებს, კარიერულ წარმატებებს და პიროვნულ კრიზისებს. როდესაც კერის სიყვარულში დაბნეულია, მისი სამოსიც უფრო ექსპერიმენტული და თამამია. კარიერული წარმატების დროს კი ხედავთ უფრო მკაცრ გაწონასწორებულ სილუეტებს. სერიალის საწყის ეპიზოდში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ლეგენდარული ტუტუს ქვედაბოლო, რომელიც თითქოს ბავშვური სიმსუბუქის სიმბოლოა, მაგრამ ამავე დროს გამოხატავს ნიუ-იორკის ენერგიას და თავისუფლებასაც კი. მოდელი რეალურად ხელმისაწვდომ ფასად იყო ნაყიდი, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სტილი ფაზე არ არის დამოკიდებული. სერიალში ერთგვარი პერსონაჟის როლს ასრულებს ნიუ-იორკი. აქ კერის კოსტუმები ორგანულად ერწყმის ქალაქის არქიტექტურას, ქუჩის კულტურასა და 2000-იანი წლების მოდის ტენდენციებს. სერიალმა პოპულარული გახადა ისეთი ტრენდები, როგორიცაა დიდი ყვავილის აქსესუარები და ეგრეთ წოდებული მიქსი პრინტები. კერის გავლენა მოდაზე არც სერიალის დასრულების შემდეგ შესუსტებულა. 2008-იან წლებში გამოსულმა მხატვრულმა ფილმებმა „სექსი დიდ ქალაქში“ და „სექსი დიდ ქალაქში 2“ მისი სტილი კიდევ უფრო გრანდიოზული და დრამატული სამოსით წარმოგვიდგინა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ვივიენ ვესტვუდის საქორწილო კაბა. ეს მოდელი ხასიათდება დიდი მოცულობით, ლამაზი ფორმით და კლასიკური, მაგრამ ამავე დროს ავანგარდული სილუეტით. კაბა კინოს მოდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ საქორწილო კაბად დარჩა. ფილმის მეორე ნაწილში კი ყურადღებას იქცევს აბუ-დაბის სცენებში მსუბუქი ჰაეროვანი შარვალი ოქროსფერი ქამრით. ეს სტილი თანამდებობით აერთიანებს ძველი ჰოლივუდის გლამურს და აღმოსავლურ ესთეტიკას. კერი ბრედ შოუ მოდის სრულიად ახალი ხედვით დაამტკიცა, რომ სტილი პიროვნების გამოხატულებაა და არა უბრალოდ ტანსაცმლის არჩევანი. მისი მიდგომა გვასწავლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი ხმის პოვნა. ნამდვილი ელეგანტურობა კი სწორედ ინდივიდუალურობაში იბადება.